ომის ვეტერნები უერთდებით ევრაზიულ არჩევანს და რატომ შეკითხვები დამისვით. მე არ წამომიღი აქ დოკუმენტური მასალა, მე მაქვს დოკუმენტური მასალები, რომ ნატო აისაბის პროგრამა, სადაც ჩვენ ბიჭები გვეხოცება ავღანეთში, ერაყში, მე Facebook-ზე, სოციალურ ქსელებით მიკავშირდებიან, ბოდიში და დედას გვაგინებენ. რატომ? რა უნდა ერაყში, რა უნდა ავღანეთში, რა უნდა აფრიკაში, ჩემ ქართულ ჯარს, როდესაც ჩვენი ტერიტორიები გვაქვს დაკარგული. ნუ თუ არ შეგვიძლია ჩვენ ვისაუბროთ რუსეთთან, ნუ თუ არ შეგვიძლია ეს ოკუპაციაში ვარ მე დღეს. მე ვარ დედა, მე ვარ ომის ვეტერანი, ნინო მიხეილსასული ფოფხაძე, ქართველი. იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ ქართველმა უნდა ამოვიღო, ვარ ბებია, ყავს 2 ციეწლოვანი შვილიშვილები, მშიერი, მწყურვალი, გაპარტახებულები ვართ ჩვენ. იცით როგორ ვართ განადგურებული, 5ჯერ დარბეული, იმ მთავრობაში და 4ჯერ დარბეული სააკაშვილი გამოდის იქ. სააკაშვილი კი არ უნდა გამოვიდეს, აი ამ მთავრობას, რომელსაც მე ხმა მივეცი, ოცნებას, აი ეს ფეხებით აქ უნდა ჩამოეკიდა და ხალხს უნდა ჩამოეკიდა და ლიჩის წესით უნდა გასამართლეს ის უგულავას ტყუილა როზიან იქ და საჭმელები შეძით კარგად და საწყალი პატიმრები ოდესე ცოცხლებით გააუპატიურესო და რა ვიცი რებს აღარ უკეთებდნენ. ქალი რომელიც 5ჯერ დამარბეს, დღესაც მე ქუჩაში ვარ. ჯანმრთელობა შემირიყეს 7 ნოემბერს მომწამლეს, არაცრემ სადენი გაზით. მთელი ჯარი იყო მობილიზებული, ჯერ ამაზეა მარტო გასასამართლებელი ის სისხლიანი რეჟიმი. რასაკეთებს დღევანდელი, რასაკეთებს ოცნებაში დამტოვეს, მე ოცნებაში არ ვიქნები. მე ბოლომდე ვიბრძოლებ ჩემი მომავლისთვის, თქვენი მომავლისთვის, ახალგაზრდებო. და ამისთვის შეკითხვები, მე ყველაფერი ვიცი აბსოლუტურად. მე მუშაობდი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრებში, საიდუმლო ნაწილში. მე იქ ჩამივარ და ისეთი დოკუმენტები, ინფორმაცია, აისაბი, იგივე არის ნატო. თქვენ ხო არ გონიათ რომ ნატოში არა ვართ ჩვენ. ჩვენ ვართ ნატოში, მაგრამ არაოფიციალურად. და იხოცება ჩვენი ახალგაზრდობა, რატომ გეკითხებით? იყოს ის ეროვნულობა, იყავით ბატონო თანამედროვეები, გაიკეთეთ საყურები, მამაკაცება, გაიკეთეთ მანდილოსნება ჭიპებზე თუ რა ვიცი, ბოდის გიხდით. კი ბატონო, იყავით, არ გიშლით. ჩვენ რატომ გონიათ რომ ჩვენ ვართ ბებრები, ჩვენ ვართ არათანამედროვეები და ჩვენ ვერ გაგიგებთ თქვენ. იყავით, კი ბატონო, იგულავეთ. იმას გქეთ, მაგრამ ნუ შეგვჭამთ ხალხო გამიგე? უკვე აღარ შეიძლება ზღვარს გადასულები ხართ. მე მოგმართავთ იმათ, ვისაც გეკუთვნით. 3 სექტემბერს არჩევანი ჩემი, იმიტომ არის რომ მთელი ვეტერნები, რომლებსაც გაუბედურებულები, რომლებსაც გადაგვიარეს, არაფერს არ აკეთებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, არაფერს არ აკეთებს ასახლანდელი არცველი მთავრობა, ქუჩაში დაგვაგდეს, დაგვყარეს, მათხოვრებო. ჩემი შვილი ჯანელიძეს ურები დაბადებულია, დაბადებიდან ილვადი ქალაქ მოსკოვში. რატომ უნდა უზახოს ან დღევანდელმა, ან წინა მთავრობამ, რომ წაეთრიე მოსკოვში? კი ბატონო, ჩემი ზარალი მომცემ, მე წავალ მოსკოვში. ვიცხოვრ 10 წელი მე იქ ვიცხოვრე, მაგრამ შენ ისეთო არავის არ უზახია. ჩვენ დღეს ვართ ნატოს ოკუპაციაში. ნატო რა არის? აგიხსნით ხალხო. ნატო არის სამხედრო ორგანიზაცია, რომელიც შედის რყმნის, კლავს, აუბედურებს და ეს ჩვენ დავინახეთ მთელს მსოფლიოში მე მგონი. როგორ მოკლეს, როგორ აწამეს კადაფი. მე დღეს ცრემლიანი წამოვედი აქ ხალხო. მე ახალგაზრდა მომავალი ისტორია, მე დღეს შემიძლია თავი გავწირო, თუ კი ჩემი ბიჭები მემორიალთან, მე შეიძლება იქ დავჯდე საშიმშილოდ, იმიტომ რომ იქ მე არავის არ მოუშვებ 27 სექტემბერს. ფეხი არ მოადგას, ას ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ას ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, მის სააკაშვილზე ხო ლაპარაკის საერთოდ ზედმეტია. რა გააკეთა ახალმა მთავრობამ? არ შეცვლილა რაფერი აბსოლუტურად. დაგვტოვეს როგორ? აი ესე ვართ, ქუჩაში დაყრილები ვართ ჩვენ. ჩვენ ვართ გენოციდი. საქართველოში არის არა მარტო ქართველი ხალხის, არამედ მთლიანი ერის გენოციდი. რჩევათ ეროვნებისა. აბსოლუტურად, აი ეს ძალიან მოკლედ ყვები ამას. ნატო ორგანიზაცია, ეს არის მკვლელი ორგანიზაცია, რომელშიც არის მე ამერიკის ხალხს არ ვეხები, მე დარწმუნებულია, მე არა ვარ ნაყოფი ამერიკაში, მაგრამ იქ არის გაჭირებული ხალხი, როგორც ჩანს. ევროპაშიც გაჭირებული ხალხი იქნება. მე ვეხები იმ ორგანიზაციას, იმ ფაშისტურ ორგანიზაციას, რასაც ქვია რღვევა, რასაც ქვია რაც ხდება უკრაინაში, ფაშიზმს ვეხები, ხალხო. თქვენ ვერ გებულობთ შეიძლება და ვერ ასხოვებთ, რომ ამერიკა არა ამერიკა რაშუაში ეკაც ქვეყანა ამერიკა და ხალხი ცხოვრობს იქ. მე ვამბობ იმათ, რომლებიც არიან რომელიმე ელემენტები, ფაშისტები, რომლებსაც უნდათ მთლიანად სოფლიოს დაპყრობა და რატომ ავირჩიე ეს ევრაზიული არჩევანი, რატომ მინდა მე რუსეთთან მოლაპარაკება. დიდი სიამოვნებით შეხვდებოდი ბატონ ვლადიმერ პუტინს, დიდი სიამოვნებით. დაჩოქება რომ დამჭირდეს ხალხო, დაუჩოქებ რუსეთს. იცით რატომ? იმიტომ რომ ჩვენ აფხაზეთში, სამაშაბლოს და აფხაზეთის მეომრებმა კოდორი შეგინარჩუნეთ. ოსეთი შეგინარჩუნეთ და სააკაშვილის უტვინო თავრობამ და უტვინო თავმა ადგა და პირდაპირ პოდნოსით მიართვა და პირდაპირ დაარტყა 2008 წელს. მე ვიცი როგორ მოხდა ეს ყველაფერი ომი ვიცი როგორ იყო და რანაირად იყო.
პირდაპირ დაარტყეს დაძინებულ ცხილვას, მოუკლეს რუსეთს ჯარისკაცები და გადმოგვიარეს იქედან კიდე კარგად ავარს ხალხო. მადლობელი ვიყოთ კიდე რუსეთის, რომ საერთოდ რომ არსებობს. სუდათ არ გამიგოთ. ეს არ არის რუსული პროპაგანდა. ეს არის რეალობა. თუ რაიმე გაინტერესებთ ამისთვის შეკითხვები, ძალიან დიდი გულში.